დღეს დაპირებისამე მინდა მოგიყვეთ კომპანიაზე, აჭარისწყალი ჯორჯია. ეს კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ინვესტორების კონსორციუმს, სადაც წარმოდგენილია ორი უმსხვილესი კომპანია, ნორვეგიული Clean Energy Invest AS და Tata Power. ნორვეგია და Tata Power ინდოეთიდან. გარდა იმისა, რომ აჭარისწყალი ჯორჯია ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ჯამურად 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესების კასკადს ფლობს, რომელიც თავის მხრივ 178 მეგავატის შუახევი ჰესი და 9 მეგავატის ხალთა ჰესია. შესაბამისი წყალსაცავებით, კაშხლებით და დამბით. მე მაქვს ორი მიზეზი, რის გამოც სრულიად მიზანმიმართულად ვაპირებთ BMG-ის მთელი გუნდი ენერგეტიკის თემაზე, ამ და სხვა მიმართულებით და ეკონომიკიდან გამომდინარე ჩვენს მსმენელებს და მიმდევრებს გამოუჭედოთ ყური და თვალით. პირველი გახლავთ ის, რომ შუახევის კასკადი, მეგობრებო, ეს არის საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი აშენებული ყველაზე დიდი ენერგო ობიექტი. საკმაოდ რთული, მაგრამ ბოლოში წარმატებული შედეგებით და მეორე მიზეზი, რის გამოც კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია პირადად ჩემთვის არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება აშენდეს უმაღლესი დონის ჰიდროენერგეტიკული მეგაწარმოება. გახლავთ ის, რომ მენეჯმენტმა უზრუნველყო რეგიონში კომუნიკაციის გამორჩეული ფორმები მოსახლეობასთან მიმდინარე და მუდმივად განახლებული სოციალური პროექტები. 1000-ზე მეტი ადგილობრივი იყო ჩართული და დასაქმებული ჰესების მშენებლობაში, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წელს და აგერ მეოთხე წელიწადი დაიწყო საქართველოს ელექტროსისტემას უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება. ანუ ისმის ჩემი ალბათ ცოტა რიტორიკულთან მიახლოებული კითხვა. როცა მოვინდომებთ, სწორად დავგეგმავთ პროცესს, გამოდის რომ შეგვიძლია რომ მივიღოთ მეგა ჰიდროელექტროსადგურები, რომელსაც ფლობენ უცხოელები, პროფესიონალი უცხოელები თავისი საქმისა, რომლებიც შემოვიდნენ შუაგულ აჭარაში ცოდნით, ინვესტიციებით, ტექნოლოგიებით, რამაც უზრუნველყო რეგიონის აი ამ არეალში, არა მხოლოდ მუდმივი დასაქმების კერა, არამედ ათეულობით სოციალური პროექტი. და კიდევ რო არ გამომრჩეს და რითაც გამოირჩევა ეს კომპანია, მიღმა იმისა, რომ ცოტა ვიცი, ვინც საქართველოში ერთ პროექტში $550 მილიონ მეტი შემოიტანა და ჩადო. კომპანიის მენეჯმენტმა სწორად დალაგებული სოციალური კომუნიკაციის სქემით შეძლეს და არც ერთი კითხვა არ დატოვეს უპასუხოდ. არც პროექტირების, არც დაგეგმვის და არც მშენებლობის თუ კასკადების უკვე ამუშავების ეტაპზე. რამაც ჯამში ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ როგორც მოგახსენეთ, ჰესი მეოთხე წელიწადია ექსპლუატაციაშია 2020 წლიდან და შუახევი ჰესების კასკადის გამომუშავება ყოველწლიურად მზარდია. შეხედეთ 2023 წელს შუახევი ჰესის კასკადმა ჯამურად 513 კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. დაახლოებით არის საუბარი 10%-ით გადაჭარბებაზე საპროექტო მაჩვენებლისა და ბოლო სტატისტიკით, რაც ჩვენ გადავამუშავეთ, ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ქვეყნის გენერაციაში 5-დან 7% შეადგენს. მარტო ორ ჰესს დაახლოებით 7% აქვს ქვეყანაში წარმოებულ გენერაციაში კონტრიბუციას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის პირველი ჰესი, ანუ გულისხმობ შუახევს და სხალთას, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აი ამ შუახევს გულისხმობ 178 მეგავატის გენერაციის ობიექტი აშენდა. და იმედია ხვდებით ახლა რატომ არის ან ეს პროექტი, ან თავად კომპანია სამაგალითო. რადგან ჩვენს ქვეყანას უკიდურესად სჭირდება, როგორც ასეთი გამართული ტექნოლოგიით ამოქმედებული ჰესები, ისევე მთელი აი მოდელის გადაღება, რაც უზრუნველყოფს ამ კომპანიის აქციონერები, რასაც უზრუნველყოფს უბრალოდ აი ამ კომპანიის აქციონერები, ამ კომპანიის მენეჯმენტი, მისი მესვეურები. მაგრამ საიდან ასეთ მოკლე პერიოდში აი ესეთი შედეგები და რეკორდული გამომუშავება, ელექტროენერგიის გამომუშავება და რა მითამაშა გადამწყვეტი როლი ამ ყველაფერში? მინდა გითხრათ, რომ გადამწყვეტი როლი ამ ყველაფერში ითამაშა ტექნოლოგიებმა. კომპანიის ინვესტორები და მენეჯმენტი სრულად ორიენტირებულნი არიან, რომ მუდმივად განახორციელონ ინვესტიცია უახლეს ტექნოლოგიებში. შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დაინერგა საუკეთესო მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ დროში მონაცემთა ზუსტი სენსორული მაჩვენებლებისა და ჰიდრავლიკური კონსტრუქციების, კაშხლების, გვირაბებისა და აღჭურვილობის ანალიზზე.
შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დიგიტალიზაციის პროექტების ინტეგრაციამ მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია შემოდინების პროგნოზირებაში. Აი სისტემების გამოყენებაში, როგორც არის მაგალითად პაუელის შემოდინების პროგნოზირება და თოვლის საზომი კვლევები. პაუელის პროგნოზირების სისტემის დანერგვა, რომელიც ინტეგრირებულია ამინდის მონიტორინგის სადგურებთან, ალბათ გადამწყვეტი ნაბიჯია ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებაში გაუმჯობესებული ოპერაციული ეფექტურობისთვის. და ეს სისტემა იყენებს სრულად მოწინავე ალგორითმებს, ისტორიულ 40 წლიან ჰიდროლოგიურ მონაცემებს და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს შემოდინების პროგნოზირებისთვის იყენებს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეალურ დროში ინფორმაციის არსებობას. ეს კი უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა მენეჯმენტისთვის. აი ესეთი სისტემები, მეგობრებო, დაიგეგმა შუაგულ აჭარაში. კომპანიის დიგიტალიზაციის ინიციატივებში თოვლის საზომის კვლევების ჩართვა კიდევ უფრო აუმჯობესებს შემოდინების პროგნოზის პროცესს. თოვლის დონის ზუსტი გაზომვა 10 იდენტიფიცირებულ სიმაღლესა და პირობებში. 10 იდენტიფიცირებულ სიმაღლესა და პირობებში, რაც დაინსტალირდა და მოეწყო. იძლევა საშუალებას წყლის რესურსების ანალიზის გაკეთებისა, რაც ხელს უწყობს უკვე ჰიდროელექტროსადგურში, როგორც მოგახსენეთ, შემოდინების ზუსტ გამოთვლებს. დახვეწილი პროგნოზირების სისტემებისა და აი ამ თოვლის საზომი მონაცემების გამოყენებით ელექტროსადგურს უკვე შეუძლია უფრო ზუსტად განსაზღვროს წყლის შემოდინება, რაც ზრდის ელექტროენერგიის წარმოების დაგეგმვის სიზუსტეს და ცხადია ეფექტურობას. მოკლედ, ჩათვალეთ, რომ ეს არის მხოლოდ შესავალი. შესავალი და აი ამ კომპანიის მართვის წარმატებული მოდელის საფუძველზე ჭირვეულ თუ ადეკვატურ ჩინოვნიკებს, ენერგეტიკის განვითარებაზე პასუხისმგებელ პირებს, ინვესტორებს, ენერგეტიკის ექსპერტებს, ეკონომისტებს აუცილებლად მოგიბრუნდებით და მოგიბრუნდებით ერთი მარტივი კითხვით. რატომ არ გამოგდის სხვა პროექტები ისეთივე წარმატებული, რაც უზრუნველყეს აჭარის წყალის მენეჯმენტმა და პარტნიორებმა და თუ ეს კითხვა რიტორიკულში ჩამეთვლება, მე დაველოდები თქვენზე უფრო ან თქვენს უფრო გონიერ პასუხებს.